ხელისუფლებას დახმარებას თხოვენ კახეთიდან თელავში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახს სახურავე გადაუხურეს, თუმცა დაზიანებული კედლებიდან და ფანჯრებიდან წვიმა მაინც ჩამოდის. ივლისში მოსულმა სეტყვამ ბაკურაძეებს ელექტროგაყვანილობა და წყლის მილით დაუზიანა. გამგეობაში შეტანილი რამდენიმე განცხადების მიუხედავად ოჯახს დახმარება დღემდე არ მიუღია. სოციალურად დაუცველი ხათუნა ბაკურიძე თელავის გამგეობაში განცხადებას უკვე მეხუთედ წერს. ყველასთან აქვს მიმართული გუბერნატორიდან დაწყებული გამგებელი მოადგილე, თვით დეპუტატსაც კი მიუხედავად ახლა ვცდილობ აბა ხელისუფლებაში რამე იმედი მომცე რა გაკეთდება. თელავში რუსთაველის ქუჩაზე მდებარე ეს ავარიული სახლი ბაკურიძეების სოციალურად დაუცველ ოჯახს ეკუთვნის. მე-18 საუკუნის ადრეს დაზიანებული ნაგებობა ივლისის სტიქიამ კიდევ უფრო დააზარალა. ხათუნა ბაკურიძე ამბობს, რომ სეტყვის შემდეგ მის სახლს მხოლოდ სახურავი შეუკეთეს. ყველა სხვა თხოვნაზე კი როგორც ძველი, ასევე ახალი ხელისუფლებისგან უარი მიიღო. წყალი ყველას ჩაუვიდა, მაგრამ სახურავი საერთოდ გადაგვიხადა. ავეჯი გადმოგვიყარა, იმიტომ რომ ფანჯრები შემოამტრია, ფაქტიურად მარტო მინები კი არა, ჩარჩოებიც აღარ აქვს ამ 3-4 ფანჯარას. სახურავი გადაგვიხურეს, ნამდვილად წყალი არ ჩამოდის, მაგრამ არანაირი დახმარება. ხათუნა ბაკურიძე მეუღლესთან, მცირეწლოვან ბავშვებთან და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე დედასთან ერთად ცხოვრობს. მეზობლები იხსენებენ, რომ სტიქიის შემდეგ ბაკურიძეებს სახლის დატოვება მოუხდათ. იყვნენ გახიზნულები ნათესავთან ხანსა და ეხლა ხა ძლივს ერთი ოთახი მოახუხულეს რაღაცნაირად, რომ სკოლაში დადიან. უჭირთ ძალიან. და სასტიქის შემდეგ უფრო თლად დაზარალდნენ, თუ რამე ჰქონდათ ოჯახში, რაც ჰქონდათ ისიც გაუნადგურდათ. ყალია ესე შლაგით ამოყვანილი, დენი მაქვს, საერთოდ არ ჰქონდა დენი. რა ქვია ქართულად არ ვიცი, პერენოსკიცა მაქვს, ერთი ნათურა მაქვს დენი. სახურავი დაგიფარა, წყალი არ ჩამოგდეს, დამთავრდა, მეტი არაფერი არ შეგხვდება. ბაკურიძეების პრობლემას არ იცნობს თელავის გამგებლის მოადგილე. დავით ნაპირელის განმარტებით დაზარალებულმა დახმარების მოთხოვნით განცხადება უნდა დაწეროს, რის შემდეგაც პრობლემას ინფრასტრუქტურის სამინისტრო შეისწავლის. იქიდან ველოდებით პასუხს როდის იქნება თქვათ ესა თუ ეს საკითხი განხილული. ავარიული ბინების საკითხი ცალკეა, სახურავების ცალკეა. ახლა როგორც ვიცით, სახურავების საკითხი მიმდინარეობს მის დამუშავება, ეს ეტაპი გაივლის, შემდგომ ჩვენ ინფორმაცია არ აქვს, რა იგეგმება. უნდა დაწერონ განცხადება და ჩვენ გადავაწყვით ამას ისევ ინფრასტრუქტურის სამინისტროს და შემდეგ რა გადაწყვეტილებები იქნება მიღებული, აუცილებლად ეცნობება ყველას. წინა 4-ის მსგავსად ბაკურიძის მეხუთე განცხადებაც ინფრასტრუქტურის სამინისტროში გადაიგზავნება. სამინისტროში ამბობენ, რომ დაზარალებულთა საქმეებს ინდივიდუალურად შეისწავლიან.